საშინაო სკოლის გაკვეთილებს წარმოგიდგენთ კომპანია სილქნედი. მოგესალმებით. ჩვენი გაკვეთილის თემაა რაციონალური რიცხვები. ამ გაკვეთილზე ჩვენ გავიღრმავებთ ცოდნას რაციონალური რიცხვების შესახებ, გავეცნობით მათი ჩაწერის სხვადასხვა ხერხს და აგრეთვე ვნახავთ თუ რა პრაქტიკული გამოყენება აქვს ამ რიცხვებს. სანამ დავიწყებდეთ საუბარს რაციონალური რიცხვების შესახებ, მოდით გავიხსენოთ ნატურალურ და მთელ რიცხვთა სიმრავლეები. გვახსოვს, რომ თვლისას ნატურალურ რიცხვებს ვიყენებთ. ესენია 1, 2, 3, 4 და ასე შემდეგ. შენიშნეთ, რომ 0 არ არის ნატურალური რიცხვი. ახლა ვისაუბროთ უარყოფით რიცხვებზე. ამისათვის მოვიყვანოთ ერთი მაგალითი. დავუშვათ გიორგის ვალია 1000 ლარი. მაშინ ჩვენ შეგვიძლია ვთქვათ, რომ გიორგის აქვს -1000 ლარი. მინუს ნიშანი გვეუბნება, რომ გიორგი არ ფლობს ამ 1000 ლარს. პირიქით, მას ვალი აქვს 1000 ლარი, ანუ მას გასაცემი აქვს 1000 ლარი. მაშასადამე ჩვენ ახლა გვაქვს დადებითი მთელი რიცხვები, ანუ ნატურალური რიცხვები, აგრეთვე უარყოფითი მთელი რიცხვები, ესენია -1, -2, -3 და ასე შემდეგ და აგრეთვე 0. მაშინ დადებით მთელ რიცხვებს, ანუ ნატურალურ რიცხვებს, უარყოფით მთელ რიცხვებს და 0-ს ერთად მთელ რიცხვთა სიმრავლეს ვუწოდებთ. მოდით ჩავწეროთ ეს სიმრავლე, გვექნება -4, -3, -2, -1, 0, 1, 2, 3, 4 და ასე შემდეგ არის მთელ რიცხვთა სიმრავლე. და დავაკვირდეთ, რომ ეს სიმრავლე, რა თქმა უნდა, არ სრულდება არც მარჯვნივ და არც მარცხნივ. ანუ აქეთაც გრძელდება და აქეთაც. ნატურალურ რიცხვთა სიმრავლეს აღვნიშნავთ n-100. ხოლო მთელ რიცხვთა სიმრავლეს აღვნიშნავთ z-100. ახლა ვისაუბროთ ამ რიცხვების გეომეტრიული წარმოდგენის შესახებ. თურმე ყოველ მთელ რიცხვს რიცხვით ღერძზე შეესაბამება რაიმე წერტილი. ავიღოთ რიცხვითი ღერძი, დავხაზოთ იგი. მოვნიშნოთ მასზე სათავე, იგია 0-ის შესაბამისი წერტილი. და მაშინ თუ ავარჩევთ ერთი ერთეულის ტოლ მასშტაბს, მართლაც ყოველ მთელ რიცხვს რიცხვით ღერძზე შეესაბამება რაიმე წერტილი. აი, აქ გვაქვს -1-ის შესაბამისი წერტილი, -2-ის, -3-ის, 3-ის შესაბამისი წერტილი, აქეთ გვექნებოდა 4-ის შესაბამისი წერტილი და ასე შემდეგ. აგრეთვე გავიხსენოთ, რომ რიცხვით ღერძზე ყოველთვის რაც უფრო მარცხნივ დგას რიცხვი, იგი უფრო ნაკლებია. მაშასადამე -2 მეტია ვიდრე -3, ვინაიდან -3 დგას -2-ის მარცხნივ. -4 კიდევ უფრო მარცხნივ დგას, ანუ -4 იქნება -3-ზე ნაკლები და ასე შემდეგ. თუმცა ყველა ცხოვრებისეულ სიტუაციას მთელი რიცხვების საშუალებით ვერ აღვწერთ. მაგალითად, განვიხილოთ შემდეგი მარტივი სიტუაცია. დავუშვათ, არის ორი ძმა და მათ მემკვიდრეობით მიიღეს მიწის ნაკვეთი და თანაბრად უნდა გაიყონ ეს ნაკვეთი. როგორ შეგვიძლია ჩავწეროთ რაოდენობრივად, თუ მიწის რა ნაწილი შეხვდება თითოეულ ძმას? თუ მთლიან მიწას აღვნიშნავთ 1-1, ანუ გვაქვს 1 მთლიანი ნაწილი, მაშინ თითოეულ ძმას შეხვდება მისი ნახევარი, ანუ 1/2 ნაწილი. ამ სიტუაციის ჩასაწერად, რა თქმა უნდა, ვხედავთ, რომ მთელ რიცხვთა სიმრავლე არ გამოგვადგება. ანუ უკვე გვჭირდება წილადები, როგორიც არის მაგალითად 1/2. აგრეთვე წილადი რიცხვებია 2/3, 4/5, 5/4, მაგალითად. ამასთან დავაკვირდეთ, რომ 1/2, 2/3 და 4/5 ისინი ერთზე ნაკლები რიცხვებია, ხოლო 5/4 იქნება ერთზე მეტი რიცხვი. ამ რიცხვებს ჩვენ რაციონალურ
რიცხვებს ვუწოდებთ. მაშასადამე 1/2, 2/3 და 4/5 არიან 1-ზე ნაკლები დადებითი რაციონალური რიცხვები, ხოლო 5/4 არის 1-ზე მეტი რაციონალური რიცხვი. მართლაც მაინც კიდევ ერთხელ გავუსვამ ხაზს, რომ 5/4 1-ზე მეტია, იგი შედგება 1/1-ისგან, ანუ 4/4-ისგან და კიდევ 1/4 ნაწილისგან, ანუ 1-ზე მეტია. განვიხილოთ კიდევ ერთი სიტუაცია რაციონალური რიცხვების შესახებ. მაგალითად, გვაქვს ხაჭაპური და გვჭირდება, რომ ავიღოთ მისი 2/3 ნაწილი. ამისათვის ხაჭაპურს დავყოფთ სამტოლ ნაჭრად, დავუშვათ ესე, და შემდეგ ავიღებთ 2 ნაჭერს, ანუ მოდით შევღებავ მე ამ 2 ნაჭერს, ანუ შეღებილი ნაწილი, ახლა ჩვენი ხაჭაპურის, ეს არის მისი 2/3 ნაწილი. აქ დავაკვირდეთ, რომ სამიანი, რომელიც დგას მნიშვნელში, მას ამ წილადის მნიშვნელს ვუწოდებთ, გვიჩვენებს თუ რამდენ ნაჭრად დავყავით ხაჭაპური. ხოლო 2-იანი, რომელიც მრიცხველშია, მრიცხველია ეს, გვიჩვენებს თუ რამდენი ნაჭერი ავიღეთ. საზოგადოდ, რაციონალური რიცხვი შეიძლება ჩავწეროთ m შეფარდებული n-თან ფორმით, სადაც m არის რაიმე ნატურალური რიცხვი, m ეკუთვნის ნატურალურ რიცხვს და აგრეთვე n-იც არის რაიმე ნატურალური რიცხვი. ამ ფორმით ჩვენ ახლა ჩავწერეთ დადებითი რაციონალური რიცხვები, თუმცა არ უნდა შევიზღუდოთ მხოლოდ დადებითი რაციონალური რიცხვებით, რა თქმა უნდა, შეიძლება გქონდეს უარყოფითი რაციონალური რიცხვებიც. მაგალითად, თუ აუში წყლის ტემპერატურა შემცირდა 10 მერვედი გრადუსით, ჩვენ შეგვიძლია ვთქვათ, რომ წყლის ტემპერატურა შეიცვალა -10 მერვედი, უკაცრავად, -10 მერვედი გრადუსით. ანუ გვაქვს უარყოფითი რაციონალური რიცხვებიც. დადებით რაციონალურ რიცხვებს, უარყოფით რაციონალურ რიცხვებს და ნულს ერთად რაციონალურ რიცხვთა სიმრავლეს ვუწოდებთ და იგი აღინიშნება Q100. მაშასადამე რაციონალური რიცხვი, ეს არის ისეთი რიცხვი, რომელიც დადებითი რაციონალური რიცხვი, რომელიც ჩაიწერება 2 ნატურალური რიცხვის შეფარდების სახით. და მაშინ, როდესაც შემოვიღეთ დადებითი რაციონალური რიცხვის ცნება, ავტომატურად შეგვიძლია უკვე ვისაუბროთ უარყოფით რაციონალურ რიცხვებზეც და ნულთან ერთად დადებითი და უარყოფითი რაციონალური რიცხვები რაციონალურ რიცხვთა სიმრავლეს ქმნიან. მთელი რიცხვების მსგავსად, რაციონალურ რიცხვთა სიმრავლეც შეგვიძლია წარმოვადგინოთ გეომეტრიულად რიცხვით ღერძზე. თურმე რიცხვით ღერძზე ყოველ რაციონალურ რიცხვს შეესაბამება რაიმე წერტილი. მაგალითად, ავიღოთ შემდეგი წერტილები, რომელთა კოორდინატებია 1/2 a წერტილის. მოდით, b წერტილის კოორდინატი იყოს 3/5, c წერტილის კოორდინატი იყოს მაგალითად -2/1. და ვნახოთ ეს წერტილები რიცხვით ღერძზე. ავაგოთ რიცხვითი ღერძი. ავირჩიოთ მასშტაბი 1/1. მაშინ ესე იქნება -1, -2, -3 და ვიპოვოთ A, B და C წერტილები ამ რიცხვით ღერძზე. 1/2, იგი იქნება 1/ზე ცოტა მეტი, ამ მონაკვეთის 2/1 ნაწილი უნდა მოვჭრათ კიდევ, აქ იქნება A წერტილი, B წერტილი არის 3/5, B წერტილის კოორდინატია 3/5, აქ თუ არის 4, მაშინ 3/5 იქნება 3-სა და 4 შუა ზუსტად, ანუ აქ არის ჩვენი B წერტილი, ხოლო C წერტილის კოორდინატია -2/1, ანუ გვექნება აქ -2-ის მარცხნივ, ვინაიდან -2/1 უფრო ნაკლებია ვიდრე -2. ანუ აქ იქნება ჩვენი C წერტილი. მნიშვნელოვანია გვახსოვდეს, რომ მთელი რიცხვები რაციონალურ რიცხვთა სიმრავლის ნაწილია. ანუ ყოველი მთელი რიცხვი ჩვენ აგრეთვე შეგვიძლია ჩავწეროთ m-n-თან შეფარდების სახით. მართლაც, მაგალითად ავიღოთ 2. იგი მთელი რიცხვია, იგი შეგვიძლია ჩავწეროთ როგორც 2 შეფარდებული 1-თან.
და ეს რა თქმა უნდა აკმაყოფილებს რაციონალური რიცხვის განმარტებას. მაშასადამე მთელ რიცხვთა სიმრავლე არის რაციონალურ რიცხვთა სიმრავლის ქვესიმრავლე. ხოლო ნატურალურ რიცხვთა სიმრავლე გავიხსენოთ, რომ არის მთელ რიცხვთა სიმრავლის ქვესიმრავლე. ეს ჩვენ შეგვიძლია წარმოვადგინოთ ვენის დიაგრამების საშუალებითაც. მაგალითად, თუ ეს წრე გვაჩვენებს წარმოადგენს ნატურალურ რიცხვთა სიმრავლეს, მაშინ იგი შედის მთელ რიცხვთა სიმრავლეში. ანუ n ნატურალური რიცხვთა სიმრავლე არის მთელ რიცხვთა სიმრავლის ქვესიმრავლე. მართლაც ყოველი ნატურალური რიცხვი, რა თქმა უნდა, ეკუთვნის მთელ რიცხვთა სიმრავლესაც, არის მთელი რიცხვის. ხოლო მთელი რიცხვთა სიმრავლე თავისთავად უკვე არის რაციონალური რიცხვთა სიმრავლის ქვესიმრავლე. ანუ მაშასადამე ჩვენ ვენის დიაგრამების საშუალებით ვაჩვენეთ, რომ ნატურალური რიცხვთა სიმრავლე შედის არის მთელ რიცხვთა სიმრავლის ქვესიმრავლე, ხოლო მთელ რიცხვთა სიმრავლე თავისთავად არის რაციონალურ რიცხვთა სიმრავლის ქვესიმრავლე. ეს მიმართება ჩვენ შეგვიძლია შემდეგნაირადაც ჩავწეროთ. n არის z-ის ქვესიმრავლე, ეს სიმბოლო გვიჩვენებს ნიშნავს ქვესიმრავლეს, მოდით მაინც ამოვიწერ. ხოლო მთელ რიცხვთა სიმრავლე z თავის მხრივ არის რაციონალურ რიცხვთა სიმრავლის, ანუ q-ს ქვესიმრავლე. ახლა ვისაუბროთ რაციონალურ რიცხვთა ჩაწერის ხერხების შესახებ. კონკრეტულად ახლა მე შევეცდები, რომ ჩავწერო რაციონალური რიცხვები 10 წილადის სახით. ჩვენ აქამდე ვსაუბრობდით რაციონალურ რიცხვებზე, როგორც წილადის სახით ჩაწერილი ქონდა რაციონალური რიცხვები. მაგალითად, ავიღოთ 3 მეოთხედი. ეს იგივეა, რაც 3 გაყოფილი 4-ზე დამეთანხმებით შევასრულოთ ქვეშმიწერით გაყოფა. 3-ში 4 არ მოთავსდება არც ერთხელ, ანუ აქ დავწერთ 0-ს. შემდეგ 0-4 არის 0, გადმოვიტანთ და დავუმატებთ აქ 0-ს და რა თქმა უნდა დავწერთ მძიმეს. 30-ში 4 მოთავსდება 7-ჯერ. 4x7 არის 28. გვაქვს აქ 2, დავუმატოთ კიდევ 0, 20 რომ გავყოთ 4-ზე, მივიღებთ 5-ს. ანუ 3 მეოთხედი 10 წილადის სახით რომ ჩავწეროთ, იქნება 0.75 მეასედი. ახლა ჩავწეროთ 10 წილადის სახით 1/13. კვლავ ვიტყვი რომ ეს არის, მოდით 1/13 აქეთ დავწეროთ და აქეთ მხარეს დაფის მარჯვენა მხარეს შევასრულოთ გაყოფა 1 გაყოფილი 3-ზე. 1-ში 3 ან 0-ჯერ მოთავსდება, არ მოთავსდება არც ერთხელ. გვექნება აქ 10. მძიმე 10-ში 3 მოთავსდება 3-ჯერ. 3-ჯერ 3 არის 9. 10 რომ 9 გამოვაკლოთ, კვლავ გვექნება 1, დავუწეროთ 0. 10-ში 3 კვლავ მოთავსდება 3-ჯერ. და ასე შემდეგ. ვხედავთ, რომ ეს პროცესი უსასრულოდ გაგრძელდება. ანუ ამ მეორე შემთხვევაში დავაკვირდეთ, რომ ჩვენ მივიღეთ უსასრულო 10 წილადი, ანუ იგი არ სრულდება და აგრეთვე დავინახეთ, რომ 3-იანი სულ მეორდება. ასეთი ტიპის 10 წილად ჩვენ უსასრულო პერიოდულ 10 წილადს ვუწოდებთ და იგი შეგვიძლია შემდეგნაირად ჩავწეროთ. ანუ რაციონალური რიცხვი შეიძლება ჩაიწეროს როგორც სასრული 10 წილადი, ან უსასრულო და თანაც პერიოდული 10 წილადი. მაგალითად, თუ შევასრულებთ გაყოფის წესს, ქვეშმიწერით გაყოფას, ვნახავთ, რომ 7/22 ეს არის 0.318 და ასე შემდეგ. ანუ ახლა წინა მაგალითისგან განსხვავებით ხედავთ, რომ პერიოდი არ არის აუცილებელი, რომ დაიწყოს მძიმის შემდეგ. ამ შემთხვევაში გვაქვს 0 შემდეგ მოდის 3 და მხოლოდ ამის შემდეგ იწყება პერიოდი, ანუ 18 არის პერიოდში, მაშასადამე 7/22 შეგვიძლია შემდეგნაირად ჩავწეროთ. ჩვენ ვნახეთ, თუ როგორ ჩავწეროთ წილადის სახით მოცემული რაციონალური რიცხვი 10 წილადის სახით. ამ შემთხვევაში შესაძლოა მივიღოთ სასრული 10 წილადი ან უსასრულო პერიოდული 10 წილადი. ამასთან აუცილებელი არ არის, რომ პერიოდი იწყებოდეს
ძიმის შემდეგ, ვთქვათ, ესეთი შემთხვევა არის მეორე შემთხვევა, 7/22 შემთხვევა. Როგორ მოვიქცეთ იმ შემთხვევაში, თუ რაციონალური რიცხვი მოცემულია აწილადის სახით და გვინდა, რომ იგი ჩავწეროთ წილადის სახით. თუ აწილადი სასრულია, მაშინ ეს ადვილი გასაკეთებელია, მაგალითად, თუ გვაქვს 0.325 დაუშვათ, ჩვენ შეგვიძლია ეს ჩავწეროთ როგორც 325 შეფარდებული 1000-თან. გადავწერეთ ეს წილადის სახით. შემდეგ შეგვიძლია შევკვეცოთ კიდეც ეს წილადი. საქმე ცოტა უფრო რთულადაა უსასრულო პერიოდული აწილადების შემთხვევაში. მაგალითად, განვიხილოთ 0.3 პერიოდში და ვნახოთ თუ როგორ შეიძლება რომ იგი ჩავწეროთ წილადის სახით. ამისათვის მოდით 0.3 პერიოდში იყოს n. ანუ ეს არის ის რიცხვი, რომელსაც ჩვენ ვეძებთ და მაშინ რისი ტოლი იქნება 10n. 10n ეს იქნება 3.3 პერიოდში. ამ შემთხვევაში მძიმემ გადაიწია ერთით მარჯვნივ. გავიხსენოთ, რომ 10 წილადის 10-ზე გამრავლებისას მძიმე გადაიწევს ერთით მარჯვნივ. ანუ 10 რომ გავამრავლოთ 0.3 პერიოდში, მძიმე გადმოიწევს ერთით მარჯვნივ და გვექნება 3.3 პერიოდში, რაც ჩავწერე აქ. n იყო 0.3 პერიოდში, მე ეს გამიზულად დავწერე ახლა ეს ორი ტოლობა ერთმანეთის ქვეშ, გამოვაკლოთ ისინი ერთმანეთს, მივიღებთ, რომ 9n უდრის 3-ს. დააკვირდით, გამოკლების შედეგად ეს პერიოდი, ანუ კუდი აღარ გვაქვს. და მივიღებთ, რომ n ყოფილა 1/13 ტოლი. ასე ჩავწერეთ ჩვენ 0.3 პერიოდში წილადის სახით. ანუ უბრალოდ 3/13 ტოლი და შემდეგ შეკვეცის შედეგად მივიღებთ 1/13-ს. ახლა გადავიდეთ შემდეგ მაგალითზე, გვაქვს 0.318 პერიოდში. ამ შემთხვევაში პერიოდი 3 ციფრისგან შედგება. დავარქვათ ამ რიცხვს კვლავ n და ვინაიდან პერიოდი შედგება 3 ციფრისგან, ახლა იგი გავამრავლოთ 1000-ზე. დავაკვირდეთ, წინა შემთხვევაში პერიოდი 1 ციფრისგან შედგებოდა 1 თანრიგისგან და ამიტომ მას 10-ზე ვამრავლებდით. მაშინ 1000 n იქნება 318 პერიოდში. 1000-ზე გამრავლებისას მძიმემ გადაიწია 3 ერთეულით მარჯვნივ, ქვეშ დავუწეროთ n რისი ტოლი იყო და კვლავ გამოვაკლოთ ეს ორი ტოლობა ერთმანეთს. მივიღებთ, რომ 999n უდრის 318-ს. კვლავაც პერიოდი, ანუ კუდი აღარ გვექნება გამოკლების შედეგად, ანუ n უდრის 318 შეფარდებული 999-თან. შემდეგი მაგალითი. ამ შემთხვევაში უკვე პერიოდი აღარ იწყება მძიმის შემდეგ, როგორ მოვიქცეთ ამ დროს. მოდით ამისათვის ჯერ პირველ რიგში ეს რიცხვი აღვნიშნოთ n-ით, რა თქმა უნდა, და შემდეგ გავამრავლოთ 2-ზე, 10-ზე უკაცრავად იმისათვის, რომ მძიმე გადმოვიტანოთ პერიოდის წინ. მაშინ გვექნება, რომ 10n უდრის 102.41 პერიოდში. ახლა იმისათვის, რომ პერიოდის მოშორება შევძლოთ, მოდით ეს ტოლობა კიდევ გავამრავლოთ 100-ზე. გვექნება 100 × 10, ეს არის 1000, 1000n იქნება 10241 პერიოდში. დააკვირდით, რომ 100-ზე ვამრავლებ, ვინაიდან პერიოდი შედგება 2 ციფრისგან. ამას გამოვაკლოთ ჩვენი 10n უკვე ამ შემთხვევაში იმისათვის, რომ პერიოდის მოშორება შევძლოთ, ანუ ამ კუდის მოშორება რო შევძლოთ, ამას უნდა გამოვაკლდეს 102.41 პერიოდში და მივიღებთ, რომ 990, 1000 რომ გამოვაკლოთ 10 არის 990n იქნება 10241-ს გამოკლებული 102, რაც იქნება 10241-ს რომ გამოვაკლოთ 100 იქნება 10141 და კიდევ 2 რო გამოვაკლოთ იქნება 10129. მაშასადამე აქ n ყოფილა 10129 შეფარდებული
990-თან. აი, ჩავწერეთ ჩვენი რიცხვი, აწილადის სახით მოცემული რაციონალური რიცხვი წილადის სახით. პირველ ორ მაგალითს თუ შევხედავთ, შეგვიძლია გავაკეთოთ შემდეგი დაკვირვება. როდესაც პერიოდი იწყება მძიმის შემდეგ, აი ამ შემთხვევაში და ამ შემთხვევაში, შედეგად მივიღეთ რა? პირველ შემთხვევაში მივიღეთ 3/9, ხოლო მეორე შემთხვევაში მივიღეთ 318 შეფარდებული 999-თან. დავაკვირდეთ, რა ხდება? წილადის მნიშვნელში გვაქვს იმდენი ცხრიანი რამდენი ციფრისგანაც შედგებოდა პერიოდი, ანუ პირველ შემთხვევაში 1 ციფრისგან შედგებოდა პერიოდი, ანუ 1 ცხრიანი გვაქვს ნიშნულში, ხოლო მეორე შემთხვევაში 3 ციფრისგან შედგება პერიოდი, ანუ 3 ცხრიანი გვაქვს ნიშნულში. ხოლო წილადის მრიცხველში არის თვითონ პერიოდი. პირველ შემთხვევაში ეს იყო 3, ხოლო მეორე შემთხვევაში ეს იყო 318. ახლა ვისაუბროთ რაციონალური რიცხვების სტანდარტული ფორმით ჩაწერის შესახებ. ეს ფორმა გამოგვადგება იმ შემთხვევაში, როდესაც ვსაუბრობთ ძალიან დიდ ან ძალიან მცირე რიცხვებზე. მაგალითად, ძალიან დიდ რიცხვებთან გვაქვს საქმე, როდესაც ვზომავთ დიდ მანძილებს, დავუშვათ დედამიწიდან მზემდე ან რაიმე სხვა ვარსკვლავამდე, ან მაგალითად მოლეკულების რაოდენობას ჭურჭელში. ძალიან პატარა რიცხვებთან გვაქვს საქმე, როდესაც ვზომავთ, თქვათ, რაიმე პატარა საგნების ზომას, ან არც საგნებს, მაგალითად ნაწილაკების ზომას, თქვათ, მოლეკულის, ატომის ზომას და ასე შემდეგ. მე მოვიყვანი აქ ორი მაგალითი, ერთი არის ძალიან დიდი რიცხვის მაგალითი, მეორე ძალიან პატარა რიცხვის მაგალითი. დიდი რიცხვის მაგალითი წყნარი ოკეანის ფართობი ყოფილა 165.2 მილიონი კვადრატული კილომეტრი. ახლა მე მინდა, რომ ეს რიცხვი ჩავწერო სტანდარტული ფორმით. გავიხსენოთ, რომ სტანდარტული ფორმით ჩაწერილი რიცხვი, ეს არის a გამრავლებული 10 ხარისხად n-ზე, სადაც a არის თვითონ რაიმე რიცხვი 1-სა და 10 შორის. ანუ და თანაც აქ უნდა 10 ტოლი არ შეიძლება რომ გახდეს. და ახლა დავაკვირდეთ. ნუ მილიონი ეს არის 1/6-0-ით. ანუ შეგვიძლია ვთქვათ, რომ ეს არის 10 ხარისხად 6. მაშასადამე ჩვენ გვაქვს 165.2 გამრავლებული 10/6 ხარისხად კვადრატული კილომეტრი. ახლა იმისათვის რომ ჩავწეროთ ეს რიცხვი სტანდარტული სახით, 165.2 არ გვაწყობს რომ გქონდეს. ჩვენ გვინდა რომ a იყოს 1-სა და 10 შორის. მაშინ ამისათვის ჩვენ აი ეს მძიმე უნდა გადმოვიტანოთ 2 ერთეულით მარცხნივ და გვექნება 1,652 მძიმე გადმოვიტანეთ 2-ით მარცხნივ, მაშასადამე კიდევ უნდა გავამრავლოთ 100-ზე, ანუ გვექნება 10-ის მერვე ხარისხი აქ კვადრატული კილომეტრი, ანუ 1,652 გამრავლებული 10-ის მერვე ხარისხად კვადრატულ კილომეტრზე. აი ეს არის ეს რიცხვი ჩაწერილი სტანდარტული სახით და ბოლოს ავიღოთ დნმ-ის მოლეკულა, მისი სიგანე ყოფილა 2,5 ნანომეტრი. ნანომეტრი ეს არის მეტრის მე-მილიარდედი ნაწილი. 1 მილიარდი ეს არის 1/9-ით, ანუ ჩვენ თუ გვინდა რომ ეს რიცხვი ჩავწეროთ მეტრებში, 2,5 უნდა გავყოთ 1 მილიარდზე, ანუ 2,5 უნდა გავყოთ 10-ის მე-9 ხარისხზე. ამ შემთხვევაში გავიხსენოთ, რომ 1 შეფარდებული 10 ხარისხად n-თან ეს არის 10 ხარისხად მინუს n, მაშინ ჩვენ შეგვიძლია ვთქვათ, რომ ეს არის 2,5 გამრავლებული 10 ხარისხად მინუს 9 მეტრი. აქ ეს უკვე რა თქმა უნდა არის ძალიან პატარა რიცხვი. სტანდარტული სახით ჩაწერილი რიცხვი გვეხმარება იმაში, რომ დავადგინოთ თუ რამდენად დიდია ან რამდენად მცირეა რიცხვი და ამასთან რა თქმა უნდა ჩანაწერიც უფრო მოკლეა, ვიდრე ამდენი ნული რომ დაგვეწერა. მოდით შევაჯამოთ ჩვენი გაკვეთილი. ჩვენ ვისაუბრეთ რაციონალური რიცხვების შესახებ, ვნახეთ რომ დადებითი რაციონალური რიცხვები, უარყოფითი რაციონალური რიცხვები და 0 ერთად ადგენენ რაციონალურ რიცხვთა სიმრავლეს და რიცხვით ღერძზე ყოველ რაციონალურ რიცხვს შეესაბამება რაიმე წერტილი, აგრეთვე ვისაუბრეთ რაციონალური რიცხვის ჩაწერის სხვადასხვა ხერხის შესახებ. ამით ჩვენი გაკვეთილი დასრულებულია. გმადლობთ ყურადღებისათვის.